კერაპა ამინდები რომ გაფუჭდა შესაბამისად დაუბრუნდით ჩვენს ბანდოებს და უნდა ვიფრინოთ ბანდოში ახალი ელემენტებს ტესტავს აგერ ჩვენი ძმა ახალი ელემენტები აქვს და ჭკვაზე არ არის და რეკლამა არ გავაკეთოთ მაგას მიუტს დავადებთ შო რეკლამებს ჩვენ არ ვაკეთებთ არასოდეს ჩვენ ვამბობთ იმას რაც ვიცით რომ მოგწონს და რაც კაია რაც არა უკიდია ცუდი ამინდების პერიოდში ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაცა მოვეფაროთ იმიტომ რომ მანქანიდან ფრენა მე პირადად არ მევასება იმიტომ რომ ხმა დრონის მე არ გენო მანქანიდან რომ დაფრინავთ სულ ამინჩი ქარიან ამინჩი ესეთი თემა გაქვს რომ ანუ ესე იგი იმედს ვაფრინავ რომ გარეთ მაგრაციო და შუშები უნდა კონდეს აწეული და შუშებ აწეულზე ვერ ვამუღამებ რა ის ხმა ის საუნდი რა მოტორების წივილი კივილი ეგრო არ მესმის ანუ არ მისწორდება რა ხო ამიტომ ვამჯობინებთ ხოლმე ამ იმაში შენობაში მოსვლას რა და დღეს აი ამ ძლიერ ქარიან ამინჩი წამოვედით ბიჭები ვიყავით 3 ეხა დავრჩით 2 მე და ნიკა ვართ ეგ ნიკა დაფრინავს სხვათა შორის პირველი ისა აქვს პირველად დაფრინავს ამ შენობაში და რა სიტყვი ძალიან ბედნიერია მოგწონს ხო შენ ესეთი შენობაა რომ არ მინდა გამიტროხდეს და კარგ ამინდებში არ ვიფრენ რომ ცუდი ამინდების დროს სიხარულით გამოვიდეთ აქ რა ხა ბაზარი არა ხო პროიფრინო შეიძლება მოგბეზრდეს და მე ცუდ ამინჩი დაგეზაროს მარტო სულ დაუფრინა რაღაცა შემონახული ის არის რა ტყუილი როგორი თემა არის რა ანუ ცუდი ამინდის პერიოდში ვიყენებთ მართლა ამ ადგილს იმიტომ რომ ეხა კარგი ამინდი რო გაქვს და ქარი რო არ არის და რო არ ყინავს და არაფერი მაგ დროს რო ჩვენ ეხა მაშინ რა აქ მოვიდეთ და აქ ვიფრინოთ მე მოგბეზრდება ხო ხტები მაგიტო ვცდილობთ მარტო ცუდი ამინდების პერიოდში გამოვიყენოთ ხოლმე ეს და ანუ იმ ცუდ ამინდში აი ამ ადგილზე ფრენა უკვე ბედნიერებას გვანიჭებს ხოლმე რა და ავი კაიკია მაგრამ თავისებური მინუსი აქვს ამას რა აი მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ რომ აი ხა აქ მოიტანა კაცმა თავისი ხალი ჩასავით ესეთი რაღაც ადიალას გავს მაგრამ დასაფენია იდეაში ეგ და მაგაზე გავიშალეთ მაგაზე დავლაგდით მაგრამ ერთი წესია რა მნიშვნელოვანი წესი რომელიც უნდა ქონდეს გათვალისწინებული იმიტომ რომ აქ მაინც წვრიანი ადგილია და ახლოს არ უნდა დავждეთ არსად იმიტომ რომ აქ რუსალმე ახლოს დავждეთ დრონით დაუბერავს და მე ეს პერი ამ იმაზე რა ქვია ჩვენს აპარატურაზე ჩანთებზე და იმებზე იყრება და ეს ნაგავი და მაგარი ცუდი საწმენდია გამოცდილება მაქვს წარე იმიტომ რომ ერთხელ არ დავაკვირდი მაგას და მოვედი და პირდაპირ ჩემს გვერდზე დავჯექში რა და სუზე დაიყარა ეს ნაგავი მაგრამ აქ ეს არის რა ქვია ერთი კაი ადგილია აი ეს ხავსივით რა ანუ ბალახიანი ადგილი და აქ ნაკლებად წერდება რა ანუ ეს ადგილი შედარებით ისეთი არის რა და დასაჯდომად ამ ადგილს ვიყენებთ ხოლმე რა და საკმაოდ კარგად ვერთობით გარეთ მაგარი ქარია ჯერ კიდე. სავარჯიშოდ ნამდვილად კაი ადგილია, მაგრამ ერთი დიდი მინუსი აქვს ამ ადგილს, არის ეს დიდი მინუსი ის რომ ეზოში მაგალითად ბალახებზე, მიწაზე, ხეებში, შეჯახების შემთხვევაში დრონს ანუ აფერი არ მოსდის. და აქ შეჯახების შემთხვევაში ნუ გააჩნია დრონსაც რა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო მოსდის რა, იმიტომ რომ აი სად ბეტონს რო ასკდები და სად რო მიწაში ერჭობი რბილად. დიდი სხვაობა არის კი ნამდვილად რა და ცოტა ისა ტრაქის ჟიმი აქვს რა, აქ რო დაფრინავ, ცოტა ესე ხარ რა, მოჭერილი გაქვს. ცოტა ზუჭერ რა, და რაღაცას კიდევ შევასკდი და უცებ გადაგირბინა თვალწინ რამოდენიმე $100 ერთდროულად და ცოტა ისეთი თემა არის. როგორ ვერ გავიგე? რა გავუტეხე, რომ უცებ გამოვიწერო, იმაზე ფიქრობ რა, აი ამაზე აღარ ფიქრობ, რომ რაღაც გადავრჩიდა რა. ხო, ეგრე არის რა, რეალურად ეგრე არის. Welcome to Mambo. Welcome to Mambo. აუ, მანჩ. რა. ეს არის. რამდენი გრამი იქნება? 140 გრამი. წავიდა რეკზე. ახლა 600. მოიცა ლევანი მოვალო? ბიჭო არა, არ მითხრას რა.
ხوარ დაუწერია ჩაჩი, აღარ შემეხედია. აუ თითები წამეყინა. ბიჭო, ვითომ არაფერი, მაგრაციო. აქედან აღარა უფლიდები მაშინ. მაგრა წამეყინა თითები ძალიან საკაიფოდ ცივა. როგორც ყოველთვის სათვალის ჩართვა მავიწყდებო. აბა ბიჭებო. დავედით გავერთოთ ცოტა. ძალიან ჭუჭყიანი აქ რო დავსვა, ახლა მეც მოტრიალდი. ზემოთ. მოიჯვარი? იყრება მტერი? ეს არკები ვაფშე აღარ მახსოვდა. ოპა, გასტრობა, გამოვასწარით. უკაცრავად ბიჭებო, ხوار შეგაშინეთ. სად არის? მანახება. ხელით გაიშვილი, აბა. საით, აბა? აქ ქვეშ? ქვემოთ არაფერი არ არის. აქ ერთხელ ჩამივარდა დრონი. არაფერი არ არის შიგნით. ეს ნამდვილად არ ვიცოდი აქ.
მტვერი მოდის ბოდიში. აი, ცდი და თუ არა, ხა იქნება ეგრევე. აჰა. ხელები გამოვიდა. Ui. რაღაც არბილად დახტა და მომეცონა. კარგად გავერთი. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო რომ მიყურეთ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ლაიქით ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე უკრაშო ფრენებს გისურვებთ რაც და არიან. კარგად.